მოგესალმებით ძვირფასო ტელემაყურებლებო, დღეს ხუთშაბათია და ჩემი საავტორო გადაცემით ბრუნდები და ვაგრძელებთ გადაცემათა ციკლს ლიტერატურა, ხელოვნება, სულიერება, მეცნიერება და ჩემი ძვირფასი სტუმრები არიან გამორჩეული ადამიანები, ვიტყოდი მე ბატონი თამას ტეტუნაშვილი, მკვლევარი, რომელსაც დამთავრებული აქვს საქართველოს მაშინდელი პოლიტექნიკური ინსტიტუტი, შემდეგ ივანე ჯავახიშვილის სახელობის უნივერსიტეტის ეკონომიური ფაკულტეტი, ასპირანტურა მოსკოვში და ჩემი სტუმარი ყველასთვის კარგად ცნობილი პოლიტიკის მეცნიერებათა დოქტორი, ცნობილი პოლიტოლოგი და ექსპერტი ბატონი სოსო იოსებ მანჯავიძე. მოგესალმებით, კეთილი იყოს ჩვენი შეხვედრა ქართული ტელევის ეთერში. ჩვენი შეხვედრის მიზეზიც და მიზანიც არის საოცარი გამოცემა, რომელიც წარმოდგენილმა ავტორებმა შესთავაზეს ქართულ საზოგადოებას. ამ ცოტა ხნის წინ გამოვიდა ასეთი 4-ტომეული გეოპოლიტიკური ნარკვევები, ესეთი პირდაპირ მოკლე და ლაკონური სათაურის შრომები, გეოპოლიტიკური ნარკვევები, 4 ტომი. მსგავსი წიგნი ქართულ სამეცნიერო და პოლიტიკურ სივრცეში არ არსებობს. ეს არის პირველი უნიკალური გამოცემა, სადაც გეოპოლიტიკის ჭრილში წარმოდგენილია როგორც მსოფლიოს, თუნდაც იგივე უძლიერესი იმპერიის, ამერიკის შეერთებული შტატების მოკლე ისტორია კლასიკური გეოპოლიტიკის ახლებური ხედვის ჭრილში, იგივე საქართველოს როლი ამ გეოპოლიტიკური ანსამბლის ჭრილში და მე ვიტყოდი ისეთი პროგნოზებია უпроსორად თითქოს წინასწარმეტყველებები გაკეთებული იმ მოვლენებთან დაკავშირებით, რომელიც დღეს ხდება მსოფლიოში, როგორც საქართველოში, ისე უკრაინაში, ისე შეერთებულ შტატებში, რუსეთში და საერთოდ ამ ქვეყანაზე. მე წავიკითხე ამ წიგნების, ამ ტომეულების გარკვეული ნაწილი და აღფრთოვანებული დავჭი, იმიტომ რომ წარმოჩენილი მასალები საერთოდ ახლებური ხედვაა, მე ვიტყოდი, ქართულ პოლიტიკურ მეცნიერების კუთხით. მსგავსი ხედვები თითქოს გამოდის, რა თქმა უნდა, პოლიტიკის კუთხით ქართველ ავტორთა წიგნები და რაღაცნაირი მაგონებს სტუდირებას გარკვეულ უცხოელ ექსპერტთა შრომებისა. აი ეს ახლებური ხედვა ეროვნული ინტერესებიდან გამომდინარე, ის მრავალწახნაგური წარმოჩენა საქართველოს როლისა, მისი გეოპოლიტიკური მდგომარეობიდან, მდებარეობიდან გამომდინარე, ის პრობლემატიკა, რომელიც ეხება მის ეკონომიკურ თუ დემოგრაფიულ თუ ეკოლოგიურ თუ სამხედრო პრობლემებს ამ წიგნში არის მაღალ დონეზე, მე ვიტყოდი, მეცნიერული თამასა არის უმაღლეს დონეზე და ძალიან სასიხარულოა, რომ ქართულ საზოგადოებას მიეწოდა ასეთი წიგნი. ასევე მოხარული იქნება ალბათ ქართული საზოგადოება, როგორც სამეცნიერო წრეები, ისე ახალგაზრდა თაობა, თუ აღნიშნული წიგნების სალექციო კურსი გაკეთდება და საქართველოს უმაღლეს სასწავლებლებში წაიკითხება საგანი გეოპოლიტიკა იმ კუთხით დანახული, რომელიც მე ვიტყოდი ქართული ეროვნულ პრიზმაშია გატარებული და არა რაღაცა თავსმოხვეული, თქვათ, ან დასავლური, ან ჩრდილოური, ან სამხრეთული თუ ასე შემდეგ ტენდენციების გათვალისწინებით. აი ეროვნული ინტერესების, ეროვნული პრობლემატიკის წარმოჩენის კუთხით მე ვფიქრობ, რომ აუცილებელია ამ საგნის უმაღლეს სასწავლებლებში კითხვა. ეხლა მე დავდუმდები და სიტყვის ალავერts გადავალ ბატონ სოსო მანჯავიძესთან, საიდან დაიბადა აი ამ წიგნების, ამ შრომების, ამ ტომეულების შექმნის იდეა და ამავე დროს მე ვიცი, რომ თქვენ აგრძელებთ თანამშრომლობას და მომავალშიც არაერთ ასეთ ძვირფას კვლევას პირდებით ქართულ საზოგადოებას და ქართულ სახელმწიფოს. მოგესალმებით. დიდი მადლობა ასეთ სიტყვებისთვის. ზოგადად ეს სფერო, აი იმ დროს ეს პირველი წიგნი გამოვიდა, ეს პირველი ტომი, ეს არის 2015 წელი. დიახ, გამოვიდა ხო.
რაღაცნაირად იყო სრულიად ესე იგი მიჩუმათებული ჩვენს რეალურ თითქოს არც არსებობდა. ხო და 10 წლის წინანდელი პერიოდი. ხო, თითქოს არც არსებობდა. ანუ ეს იდეების ეს წრე, საერთოდ თითქოს მოწყვეტილი იყო ჩვენ რეალობას. იმ დონეზე რომ ერთხელ მაგალითად 2014 წელი იყო თუ 13 წელი იყო რადიო პალიტრაში ყოფილი ინგლისის ბრიტანეთში საქართველოს დებატები გამოგვივიდა და რო უთხარი რომ ახლა იქ არის სირიაში მიდიოდა ეს რომ ახლო აღმოსავლეთში არის გეოპოლიტიკური ინტერესები ასეთი შემოხედა გაგვირვებით ესე და მეკითხება თქვენ მართლა სერიოზულად ფიქრობთ რომ ეს გეოპოლიტიკური ინტერესები არსებობსო და ეს ახლა ჩემთვის რა თქმა უნდა როგორ ბრიტანეთს როგორ შეიძლება გქონდეს ისინიო რა ქვია გეოპოლიტიკური ინტერესებიო ვის ხომ მხოლოდ დემოკრატიისთვის ზრუნავს და ახლა ის მე წამყვანსაც ხოთაშოს ანალოგიური აზრი ქონდა და აი ის ქვეყანა გვეგონეთ რა არა ეს თვითონ ქართველმა და ახლა ხოთაშოს მოღვაწეობს ის რაღაცებს იძახის ხოლმე და აი იქ მივხვდი მე მაგალითად რომ დანინგ-კრუგერის სინდრომი მუშაო in action რასაც ასეთი მოღვაწეები ყოფილიყო საქართველოს ხო რა თქმა უნდა ხო ახლა ხო და გასაგებია რომ ეს საჭირო იყო ამ იდეების წრის წარმოჩენა ეს ერთი და მეორე ის რომ მაგერ ბატონ თამას ქონდა ძალიან სერიოზული ისინი რა ქვია ხედვები ამ მიმართულებით რა თქმა უნდა და კვლევები სრულიად უნიკალური მე ვიტყოდი ეს შემიძლია თქვა სრულიად ესე იგი კაბედულად შემიძლია თქვა ამასთან დაკავშირებით აი ჩაისახა ეგ ასე ვთქვათ თანამშრომლობის იდეა და მივიღეთ აი ეს ნაყოფები რომელზეც ბრძანებთ ახლა რა არის ამ მეორეს მხრივ ღირებულება ამის რომ შეიქმნა გეოპოლიტიკის ერთიანი თეორია ასე ვთქვათ სუბიექტური იმიდან ზოგადად გეოპოლიტიკა სუბიექტური მეცნიერებაა და ყოველთვის რატო არის სუბიექტური? იმიტომ რომ ახლა მოგვიხსენებათ რომ ნებისმიერი სკოლა ასეთი მაგალითად ბრიტანული გეოპოლიტიკური სკოლა არის ბრიტანული ბრიტანეთის იმპერიის სპეციალური სამსახურების ინტერესებიდან გამომდინარე და ყველა სახელმწიფო იდეოლოგიის გამტარებელია. დიახ, აი მაგალითად ყველა ის დიდი გეოპოლიტიკოსი რომელიც ბრიტანულ სკოლას ეკუთვნის და არა მარტო ბრიტანულ სკოლას ყველგან ესეა ის ამ ბრიტანეთის სპეცსამსახურებში თანამშრომელი იყო მაღალჩინოსანი იგივე და ან არმიის და სადაზვერვო სამსახურში მაგალითად როგორც ჰელფორ მაგინდერი ხო მაგალითად ხო და სხვაები აქედან გამომდინარე ყოველთვის ამას სუბიექტივიზმი ახასიათებდა იგივე ამერიკული სკოლა რო ქვეყნის სასარგებლოდ აგებს ხო ქართველებს ახლა ვინაიდან ასე თუ გეოპოლიტიკური სკოლა და ასეთი ინტერესი არ ქონია მიზეზთა გამო სხვა უფრო ობიექტური ხედვა გვაქვს და არა ცალმხრივი მარგებელია და აი იშვა ეგ იდეა რომ განვიხილოთ ეს როგორც ობიექტური კუთხიდან ობიექტურად განვიხილოთ და სხვათა შორის ეს რა ასევე მრავალწახნაგურად ესეთი შთაბეჭდილება დამშარო თქვენ აი მრავალწახნაგურად სისტემური მიდგომის მეთოდით საუკეთესოდ წარმოაჩენთ მართლაც ობიექტურად ამ სიტუაციებს და რაც თავარია ეს ახლა თეორია ხო ეთესი არ იყოს ისაო რა ქვია ნაცრისფერია ყველა თეორია ისა რა ქვია წვანე ტყავის ხო სიცოცხლის ხე ოქრო ცურვილიო ხო ბრაუნ ისა რა ქვია როგორც გერმანულად ხო აღარ გავაგზელებ ესე იგი თეორია იმით არის მნიშვნელოვანი რომ ის უნდა ფართოვდებოდეს და ამ თეორიაში და ამ კვლევაში არის ჩადებული ის პოტენციალი რომ მოიცვას სხვა ანუ სხვა ცოდნის სფეროები და უფრო ნათელი გახადოს სურათი და სურათის ნათელი გახდეს ეს იმისთვისაა სასარგებლო რომ ჩვენი პოზიციონირება მსოფლიოს მიმართ იყოს სწორი და არ გავიტეხოთ თავი ასე ვთქვათ უცოდინრობით როგორც ქვეყანა ხო რაც არაერთ გზის მოქსვლია ბატონ თამას და අපි გადავალ სიტყვით თქვენ ისტორიის გამარჯვებას უსურვებთ თქვენ მაყურებელს ქართული ტელეს ამთელობას ეს მოგზაურობის გარეშე ვილაპარაკებ ეს
არსებობს საერთოდ გეოპოლიტიკაში ერთიანი თეორია აი 15 წლამდე ოფიციალურად არ არსებობდა. არსებობდა სკოლები და ეხლაც არსებობს სკოლები დასავლეთისათვის, ანგლო-საქსონური სკოლა. ეს არის მაგინდერნი, მეჰენის პიკფენი და დიდი სულ მეცახი რა მეცახი. ახლა ბოლოს ფაქტობრივად კორიფეებს ამ კუთხით. ჟეზენსკი და კისინჯერი, იგივე კოენი და სულ კოენი და კაპლანი, რობერტ კაპლანი, ესენი არიან დიდი წარმომადგენლები, აქედან ახლა მარტო კაპლანი რაღაც ოცხარი. ასევე იყო ძალიან ცნობილი გერმანული სკოლა. გერმანული სკოლა ეს კარლ-ჰაუს-ოპერის სკოლას ეძახიან, თუმცა თვითონ მაკინდერის შრომები ემყარებოდა გერმანელ აი რაცელს და ფრიდრიხ რაცელს და იურისტი რო იყო ძალიან დიდი გერმანელი ხალხსადმი შმიტი კარლ შმიტი რომელმაც იურიდიულად განსაზღვრა სახმელეთო და საზღვაო ცივილიზაციების არსი. ასევე იყო ძალიან ცნობილი რუსული სკოლა სხვათა შორის ეს გუმილევიდან და წინა საუკუნეა. გუმილევიდან დაცავებული გასული საუკუნის დასაწყისიდან მოდის ეს გეოპოლიტიკის ცნება თუ სტრატეგია მანამდე არსებობდა ცხადია. და ეს აქ აი ამაში კლასიკური გეოპოლიტიკა გაერთიანებულია ერთიან თეორიაში აი სკოლები და დაკავშირებულია ანუ საზღვაო ცივილიზაციის ძალა, ანუ ანგლო-საქსები, იგივე ატლანტური ძალა, როგორც გინდა ხან ისე ეძახიან ხანას და სახმელეთო იგივე ევრაზიული ძალების ბალანსირება მათი ძალების და ამით გეოპოლიტიკური ველის შექმნა და აქ არის ზუსტად მეცნიერულ დონეზე ჩამოყალიბებული მათი ურთიერთობა. ეს პირველი შემთხვევა ეგეთი, მაგრამ იძლევა ძალიან ეფექტურ რაღაცას, რატომ იცით? თუ გეოპოლიტიკა თვითონ მაკინდერმა ჩამოაყალიბა იერარქიული გეოპოლიტიკური რუკა, ეს რუკა ამ რუკაში ამერიკის ადგილი იყო სადაც მიჩენილი და თვითონ მაკინდერმა ბოლომდე ვერ განსაზღვრა ამერიკის მდებარეობა გეოპოლიტიკური იერარქიული რუკის მიხედვით. და ჩვენ მოგვეცა საშუალება ამ ერთიანი თეორიით და აგრეთვე პალეოგეოგრაფიის გამოყენებით. ეს პალეოგეოგრაფია გამომართავ რომ ადვილად გაიგოს თქვენ და სხვათა შორის უნიკალური ფერადი რუკები ამ კუთხით წარმოჩენილი ამ ავტორების პირველ ტომში, აი მე ვაჩერებით გამოჩნდება ალბათ ეკრანზე, მართლაც უნიკალური გამოცემა ქართულ სივრცეში, სამეცნიერო და პოლიტიკურ სივრცეში არ არსებობს. პალეოგეოგრაფიის გამოყენებით მიჩენილი იქნა ჩრდილოეთ ამერიკას გულისხმობ. დიახ. ჩრდილოეთ ამერიკა სულ სხვა სტრუქტურის კონტინენტია და სამხრეთ ამერიკა სულ სხვა სტრუქტურის. თუ სამხრეთ ამერიკა უფრო ახლო აფრიკასთან, მაგალითად, ჩრდილოეთ ამერიკა ევრაზიის გაგრძელება. როდესაც ერთიანი დაიშალა, ერთიანი კონტინენტი იყო, ფაქტობრივად ორი კონტინენტი მრავალი მილიონი წლის მანძილზე და ერთად არსებობდა ევრაზია და ჩრდილოეთ ამერიკა. ციმბირის ტყეები არის კანადის ტყეების გაგრძელება. კი. ან კანადის ტყეებია ციმბირის ტყეების გაგრძელება, გადადის ალიანსია. ქვევი სტეპები, რუსები რო სტეპებს ეძახიან, იმათთვის არის პრერიები ამერიკელებისთვის. ეს გადადის იქ. ერთ დროს იყო ერთად შეჭრილი ეს. ამდენად ამერიკას, ჩრდილოეთ ამერიკას კონტინენტზე, ამერიკის შეერთებულ შტატებს თავის დაუნებურად ჩამოყალიბდა გეოპოლიტიკური მდებარეობა არის როგორც ერთდროულად, როგორც სახმელეთო, ისევე საზღვაო. ეს უნიკალური შემთხვევა არის. აი როგორც კი ტრამპმა მაგალითად მოიწადინა, რომ გადასულიყო გრენლანდია შეერთებინა და კანადა. ნუ ერთი შეხედვით ეს არის აი თქვენ საოცარი პროგნოზი გაქვს ამ წარმოდგენილი ბატონო თამაზე, თითქოს აი რაც დღეს კანონზომიერებაზე დაყრდნობით. და მე ვიტყოდი ბატონო სოსო, რომ ბიბლიური სიღრმეები ამოწეული თითქოს აი ესეთი ხო ფაქტია, ხო პროგნოზი ეს ხო წერია. ეს ხო არ გამოგონებული ისტორიული წიაღსვლებია ესეთი. ჩემ მეგობრისთვის რომ აი ესე იზავდა ტრამპი არ იქნებოდა, X-ი იქნებოდა, X არ იქნებოდა, Y. თუ არ იზავდა მაგასა დაიშლებოდა ამერიკა უბრალოდ. მნიშვნელობა არა ტრამპია თუ ვინ არის. ტრამპს ყავს კაი რჩევები. რომელმაც უთხრა რომ თუ არ გადაერთობი საზღვაო იმპერიიდან სახმელეთოს, უკვე დაკვრის ქოიცდება რა, ეს საერთოდ რა არის სიცოცხლის ციკლი ადამიანისთვისაც, უსულო საგნისთვისაც, თვითონ დედამიწისთვისაც არის დაბადება
აღზევება, განვითარება, ზენის მიღწევა, დაქვეითება და სიკვდილი. მუდმივი არაფერი არ არის. დამასაც ციკლები, მათ შორის იმპერიის ციკლები, რომელზეც ძალიან სერიოზული კვლევა არის აქ აი სხვადასხვა. სახმელეთო იმპერიას აქვს მრავალჯერადი ციკლების განვითარება, საზღვაოს არა. აი ინგლისი იყო საზღვაო იმპერია, ჰოლანდია, პორტუგალია, ესპანეთი, ჰქონდა თავიანთი აღზევებები, უძლიერესი ქვეყნებად იქცნენ, დაიპყრეს ნახევარი მსოფლიო, მაგრამ დღეს აღარ არიან, როგორც იმპერიები. მაგრამ აი რუსეთი, ჩინეთი, ირანი, ყოველწლიურად იმპერია. რადგანაც სახმელეთოა და განვითარება ეს აი დაამთავრეს ეს წიგნი, დაამთავრა კიევის რუსეთი, მოხდა 290 წელი მონღოლების კოლონიაში. კოლონიური ქვეყანა იყო მონღოლებთან დაიყო. მერე წამოვიდა მოსკოვის რუსეთი, ეს ივანე მრისხანის პერიოდს ვიძახით, დაიპყრო ეს ხაზარი და ლამის გახდა იმპერია. მერე წამოვიდა რომანოვების დინასტია 300 წელი. როცა იქცა საბჭოთა ინტერვენცია რა იყო, რუსეთის ინტერვენცია, 14 ქვეყნის ჯარები იყო შემოსებული. მაინც ხელზე დადგა და წარმოვიდა კომუნისტური იმპერია. უკვე სტალინის მეთაურობით. წაიქცა ხო 91 წელს დაიშალა. ნახევრად კოლონია იყო ეცილის რუსეთი. აი დღეს უკვე სუპერსახელმწიფოა. ეს ციკლი იგი იმას არნიშნავს, რომ რუსეთი არასოდეს არ დაიშლება რამაც. მაგრამ აი ამ ტერიტორიაზე, რასაც ხარტლენდი ქვია, რაზეც რუსეთი მდებარეობს. ხარტლენდი ძირითადად უკავია რუსეთს, ყაზახეთს, შუა აზიას და ჩინეთის სინძიანის რაიონს. ჩრდილო-აღმოსავლეთი ჩინეთი. აღმოსავლეთ თურქესტანს ეძახდნენ სტალინის დროს და დაუთმო უიღურების სადაც უიღურების ავტონომიური რაიონი. აი ამ ტერიტორიაზე ჩინეთი გაბატონდება, რუსები გაბატონდებიან, თუ ვინ გაბატონდება, ხო? ამ ტერიტორიაზე ის ყოველთვის იქნება მარადიული იმპერია, მოც ციკლები ექნება, საკმარისია, მე და სოსომ გავიგოთ, როდის იქნება ზენიტზე, პუტინის რო ამბობენ ახლა ჩვენი პრეზიდენტიც იძახდა და ეს ჩვენი ბევრი ექსპერტიც იძახს ხოლმე, რომ 2 დღეში თუ 2 თვეში ჩამოიშლება, რუსეთი კარგა ხას არ ჩამოიშლება, მაგრამ თუ ჩამოიშლება, მე კიდევ კაცმარცი დაგივაქვს პრეზიდენტ, მაგრამ მნიშვნელობა სხვა რამეს არის. ჩვენ როგორც კი გვეცოდინება, რომ დაახლოებით აი 1-5 წელიწადში რუსეთი ზენიტს მიაღწევს, ხო? როგორც კი დააკვირდეთ და მიხვდები, როდნამ მოდის უკან. მაგალითად ამერიკა რო ზენიტს მიაღწია 91-ში, წინა საუკუნის, უკვე ჩვენ ვიცოდით და წამოვიდა უკან ის. 2001 წლამდე მაინც ეგემონობას ინარჩუნებდა. 2000 წელს მოხდა შოსის ხელშეკრულება, ანუ კარხაუსყოფერის თეორიის დანახვა. ჰარტლენდის სივრცეები გაერთიანდა ჩინეთმა და რუსეთმა, მათ შორის შუა აზიამ და ყაზახეთმა, მაგრამ ძირითადად იყო ჩინეთ-რუსეთის სტრატეგიული თანამშრომლობა და ამერიკამ დაიწყო დაყრდნობა. ჩამოქვეითება და ეს დროზე შენიშნა ტრამპის თანაგუნდელებმა, ან ვიღაცა ხალხი, ჭკვიანი რაღაცა დროზე შენიშნა და იმ წუთში თქვა, რომ თუ არ გადავერთობით ჩვენ წინანდელი სახმელეთო მერიდიანული განვითარება, მერიდიანული უბრალოდ დაიშლება. იმიტომ განაცხადა მე კანადაზე და გრენლანდიაზე. მე მინდა სწორედ ტელემაყურებლებს უთხრა, რომ აი სწორედ 2015 წელს ბატონი თამაშის და სოსოს აი ამ წიგნში პირველ ტომში 2015 წელს უკვე საუბარია, რომ ამერიკის შეერთებული შტატები კანადაზე განაცხადებს პრეტენზიას გრენლანდიაზე და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. როდესაც მე წავიკითხე ეს წიგნი, ჯერ ტრამპი არც იყო არჩეული და გამიკვირდა, მეც გამიკვირდა, იცი, ესეთი გაბედული პროგნოზი, გაბედული წინასწარმეტყველება პოლიტიკურ სიტუაციების ცვლილებასთან დაკავშირებით. რა ქონდა ამერიკას? არც აქ. ხო, ესე იგი ჩვენი გამრიგებელი. თუ ეს ვერ მოახერხა, მაინც დაიშლება. თუ ვერ მოახერხა, მაგრამ საქმე ის არის, რომ აი ეს ჩემთან ამერინახან, სოსომ და მეც 15-ში ეს გამოცემული, მაგრამ ეს რო ესე მოხდებოდა, ვიცოდით სადღაც 2-ში 3-ში, 2002-ში 3 წელს. და რატო? როგორც კი დაიდო შოსის ხელშეკრულება, უკვე ვიცოდით, რომ ამერიკა წამოვიდა ქვევით. როგორც იმპერია, უკვე ზენიტიდან მოდის დაქვეითება და ამას დაქვეითება შეიძლება დიდხანს გაგრძელდეს, მოკლედ გაგრძელდეს, მაგრამ საბოლოო ციკლია, ანუ იმპერიის დაშლა. თუ არ გაფართოვდა. თუ არ გაფართოვდა. გეოპოლიტიკის კანონია ასეთი, თუ ახალს არიძენ, კარგავ ძველს.
ასე თქვა. ეს ჩვენზე არ არის საქართველოს, ეს არის წამყვანი სუპერ სახელმწიფო. ტელემაყურებელს ვთქვა, რომ თვითონ საქართველოს გეოპოლიტიკა ისტორიული წიაღსვლიდან, თქვათ იგივე დიდ თურქობიდან დაწყებული საოცარ პრიზმაშია დანახული და საოცრად არის წარმოჩენილი. ეხლა ესე სიტყვის ალავერts ბატონ სოსოსთან გადავალ. აი უკვე საქართველოსთან დაკავშირებით რა სიტყვით, იმიტომ რომ ძალიან ზუსტი მე ეხლა არც დიდი ივანე ჯავახიშვილთან და არავისთან არ მინახე რა თქმა უნდა უბრწყინვალესი მცოდნეები ქართული ჩვენი ისტორიის და ეროვნული პრობლემებისა, მაგრამ აი ეს ამ პრიზმით დანახული, გეოპოლიტიკური პრიზმით დანახული საქართველოს ისტორია და მე პარალელები დღევანდელობასთან მე არსად არ მინახია და აი ამ კუთხით ვისაუბროთ, საინტერესო იქნება ტელემაყურებლისათვის. სხვათა შორის აი არის კიდევაც იმ წიგნშია საქართველოს კავსო კონსტანტინე გამსახურდი ესაა ასეთი შედარება საქართველოს კავსო იმას გველეშავს რომელიც ცდილობს გადაღლაკოს შავი ზღვაო და ხო და ეს ძალიან ისეთი კარგი მეტაფორაა და აქვს კი საოცარი წერილია კი კარგი მეტაფორაა რომელიც ასახავს რეალურად დაუშვათ იმას რისკენ უნდა იქნეს მიქცეული ძალისხმევის ვექტორები ჩვენი ძალისხმევის ვექტორები უნდა იყოს მიქცეული იქითკენ რომ ცხეთა თბილისის აი ეს რაც არის ცენტრი კავკასიის გულია ეს და არა მარტო კავკასიის გულია არამედ რო დააკვირდე კარგად სამი კონტინენტის გადაკვეთის ადგილიც არის ერთ-ერთი ნუ აი სტამბული თბილისი ასე რო ავიღოთ გეოგრაფიულად ძალიან საინტერესოა უღელტეხილი ჯვრის ფორმა აქვს ასე ჯვრის ფორმა და კიდევაც იყრის უზარმაზარი ძალები იყრის და ინტერესები ამ პატარა ჯვარედინზე თავს ხო ხედავთ ახლა რაც ხდება ხო? ხო და ბუდიში შესვლას კი აღარ გთხოვს ევროკავშირი. გინდა თუ არა შემოდით რომ დედას გიდეთ. ხო ახლა ევროკავშირი პირდაპირ და თავარი ბრძოლა ჩვენი საქართველოშია. ადრე ხო ხოცებოდით შე. ეხლა შემოსა ძალით ვიდა ჩავგიტრი. თავარი ბრძოლა ჩვენ საქართველოში და გადავიწყდა. ეს კარგად იცია სადაც ვდებარებ. ხო და ახლა ესე იგი რას ნიშნავს ჩვენი ამოცანა უნდა იყოს გავამყაროთ აი ეს ძალისხმევის ვექტორი და გავაფართოვოთ ჩვენი უბრალოდ გავაფართოვოთ რაც გქონდა ის აღვიდგინოთ ჯერ პირველად ის მაინც ანუ ჩვენი შავი ზღვის სანაპირო ანუ ცხეთა ფოთის ცხეთა დაუშვათ სხვა ბათუმის ცხეთა ზოხუმის ხაზი ცხეთა ფაზისის ღერძი და ეხლა თბილისის ფოთის ხაზი თბილისის ფოთის ამ შემთხვევაში უკვე სამივე ღერძი და კიდე სამხრეთისკენ რა თქმა უნდა კიდე თუმცა სტრატეგიული მნიშვნელობა ამას აქვს იმიტომ რომ და ამასთან დაკავშირებულია მთელი რიგი სხვა ძალისხმევის ვექტორები თუ ჩვენ გვინდა რომ ამ პატარა ტერიტორიაზე რაღაც კიდე უფრო მყარი ესეთი დავმაგრდეთ კი ბატონო ამას უნდა ხმარდებოდეს დემოგრაფიული ძალისხმევა დემოგრაფიისკენ დემოგრაფიული ღონისძიებები ამას უნდა ხმარდებოდეს სახელმწიფო ინსტიტუტების ესე ვთქვათ გეოგრაფიული განლაგების სტრატეგია ამას უნდა ხმარდებოდეს ყველაფერი სხვა დანარჩენი რომ ძირითადი ჩვენი რა რო გეოპოლიტიკური ეკონომიკური მიმართულებები ეკონომიკური გეოპოლიტიკური დამაგრების ამოცანა სწორედ ეს არის და მოდი დემოგრაფიის კუთხით გავშალოთ ეს ყველაზე მტკივნეული ეს თემას მე არ შემოგვიყვება ამასაც რასაც სოსომი ლაპარაკა საფუძვლად უძეს პალეოგეოგრაფია მოთ საქართველოს აი ზუსტად ეს არის ეს სრუტე იყო ვაჩო რასაც ვეძახით ეს ხალხი თბილისის კუთაის ორივე წყაროჭი იყო სრუტე იყო კი ბატონო იყო საქართველოს კლასიკური თიანი ქვეყანა კლასიკური ხეობების ქვეყანა და ერთი დიდი ხეობაა კავკასიონის ზევი და ქვემოთ მცირე კავკასიონი ჯავახეთის ზეგანი ხო აი ეს ფოთიდან დაწყებული ქუთაისის გამოვით თბილისამდე არის ეს ხეობის ძირი ამის ტოპოგრაფია ანუ ტექტონიკა ასეთია რატო არის ეს შუაში დაბლობი და აქეთ ეკიდან მთელი იმიტომ რომ კასპიის ზღვას რატო ქვია ზღვა მართლა იყო ის ზღვა ოღონდ სრუტით უკავშირდებოდა შავ ზღვას ეს სრუტე გადიოდა აი სადაც ჩვენ ვზივართ იქ აი მაგის დამამტკიცებელი საბუთი რა თბილისსა და წყაროებში ქუთაისის ერთი გადამღობი იყო ნახევარკუნძული სურამის ქედი ისი წყლის ქვეშ იყო ლიხის ქედი მორჩი აი ეს არის ეს დაახლოებით 6 მილიონი წლის აფშერონის ნახევარკუნძულამდე და ფოთიდან დაწყებული ეს იყო სრუტე
და მაშინ ნამდვილი ზღვა იყო უკვე კასპიის. აი როპოულობენ. როგორც კი აღმოიწია, გახდა თქო, მაგრამ მაინც დარჩა სახელი ზღვა. და როპოულობენ ახლა უზარმაზარებაში მაგალითად. ვანში, ნიჟარები და რაღაც. ვანში, ხარაგაულში მაგალითად თაფელა ნიჟარები რო არა ეგ მაგის. აი ესე აღმოიწია ნენელა ალე. ეს tis მასივი ერთმა არაქნას სივ ჩაიწევს. ჩვენ მაგალითად როდის მეშობა ჩაიწევდა და საერთოდ დედამიწას აღარ იყოს ეს ყველა საკითხი. ამას ეფუძნება ჩვენი გეოპოლიტიკა, ლოკალური გეოპოლიტიკა დავარქვი ჩვენ საქართველოს ლოკალური გეოპოლიტიკა. ანუ ჩვენ ვარ ცალკე მოდი ასე ვთქვათ განვიხილავთ ჩვენ ქვეყანას როგორც ცალკე განსაკუთრებულ სივრცეს, ცივილიზაციურ სივრცეს აქ განსაკუთრებული ეს იქნება საერთოდ როგორ არის გლობალური გეოპოლიტიკა და კონკრეტულად ლოკალური საქართველოს გეოპოლიტიკა, რომ საქართველოს მიწოდეს გარშემო რა ხდება და თვითონ როგორ მოიქცეს. კი ბატონო. და ეს არის მიზანი. ეხლა დიდი გერმანელი სადაც ჭიპი არის სოფლიო კონძულსა. სოფლიო კონძულსი ეძახიან გეოპოლიტიკოსები ევრაზიას და აფრიკას. მაშინ ამერიკა არ არსებობდა, ავსტრალია არ არსებობდა. აი ეს საქართველოს არის და აფრიკა. ეს არის არის ახლო აღმოსავლეთი რასაც ქვია და კავკასია. ეს არის ჭიპი ამ სამი კონტინენტის. გადაკვეთა არის ტრანსპორტის, ეკონომიკის, რასობრივი, რელიგიური და რაც გინდა, ცივილიზაციური. იმიტომაც არის მუდმივი турბულენცია, მუდმივი არეულობა აქ და ჩვენ ვიმყოფებით ზუსტად აი ეს ჩვენი მამები მიეჩვენენ ბატონო ვაჟარო ცოტა დალაგებულ ქვეყანაში ცხოვრობდით განსაკუთრებით მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, როცა მოიგოს წარუმა და დაარაგა ეს ქვეყანა და ეს ერთი-ორი თაობა გაიზარდა, რომ აი ბედნიერი საქართველო, არც ომი, არც წუხილი, მოხარდელი დღის შიში არა. თელიც ჩვენმა წინაპრებმა თელი 3000 წლის მანძილზე 3200 წლიანი სახელმწიფოებრივი ისტორია. მუდმივად ომებში იყვნენ. ეს უბრალოდ ამოვარდა ოაზისით რა. ეხლა უკვე აი ეს ჩვენი აღმაშენებლის და თამარის ეპოქა. აი ეს ეპოქა იყო ცოტა გიორგი ცხენვარზე იყო. ნუ ახლა აღმაშენებლის ეპოქა ორი სიტყვა თქვა. კი, აუცილებლად. აი ორი სიტყვა თქვა რა მოხდა მაგ დროს, ხო? და დავით აღმაშენებელმა თუ იცოდა ეს გეოპოლიტიკური სიტუაცია. ახლა ხო კი, თქვა, დავით აღმაშენებელი საერთოდ უნიკალური მოვლენა იყო მისი პიროვნული თვისებებით. იქიდან ჯერ ნუ ახლა თვითონ იყო გეოპოლიტიკური ფაქტორი, პიროვნება. ერთი იყო ფაქტორი, მეორე მან შეცვალა საერთოდ გეოპოლიტიკური, მოდი ასე ვთქვათ, რეალიები რით. სტეპებიდან ჩრდილოეთ სტეპები, უზარმაზარი სტეპებიდან გადმოიყვანა და მოახერხა ეს ორგანიზაციულად და მათი დაქვემდებარება მოახერხა მიუხედავად იმისა სხვათა შორის რომ დავით აღმაშენებლის ისტორიკოსი იხსენებს რამდენჯერ მისტაყივ ჩახტაო ესე იგი მომდობეს მობლაო თავარანგელოვის ხატვა მისტაყივ ჩახტაო ხო მოახერხა ის რომ გადმოიყვანა უზარმაზარი რაოდენობით ესე იგი მაშინდელი 40000 ოჯახით და იმდროინდელი ტრანსპორტის და გზების პირობებში ხო და ის როგორც ისტორიკოსები წერენ ის რა ქვია აღმოსავლეთის გადმოიყვანაო დავითმაო ყიჩაღებიო და თავზარს ცემდა მთელ ამახლებელ აღმოსავლეთს თავზარს დასცემდა აბა წარმონდა ანუ და ამავე დროს აქ დაახვედრა ხო ძალა ეს შიშველ ადგილზე ხო არ იყო ისა ხო და ეს ყიჩაღები მეომარი ხალხი კლient შეცვალა გეოპოლიტიკური რეალობა და ამავე დროს რა თქმა უნდა ეს დაკავშირებული იყო რასთან დაკავშირებული იყო იმასთან, რომ ჯვაროსნების ლაშქრობები დაიწყო და თურქ-სელჯუკების გრანდიოზული იმპერია, რომელთან გამოიყენა ეს ძალიან ჭკვიანურად. ეხლა ჩვენ ეს თურქ-სელჯუკების იმპერიაზე ვლაპარაკობთ, ეს იყო წარმოუდგენელი მონსტრი. აი, რო შევადაროთ ახლა დავუშვათ, რამდენჯერ დიდი იყო იგივე გაერთიანებული საქართველოსთან ეს მალიქ შაჰის და ემესისა. საქართველოს უძველესი რო იყო, ხო, 10-ჯერ, 15ჯერ მცირე იყო იმ დროის იმპერიებთან შედარებით. მეტი რესურსი ახლა შავ ზღვას ვერ გადაახტებოდი, კასპიის ზღვას ვერ გადაახტებოდი. და ამის არსებობს კიდე კონკრეტული რესურსები, აი მაგალითად რამდენი საქონლის გამოკვება შეიძლება და რამდენი მოსავლის მიღება შეიძლება იმ კონკრეტულ ტექნოლოგიების პირობებში, რაც მაშინ იმ კონკრეტულ კლიმატურ პირობებში, იმისთვის რომ გამოკვებოდა უშუალოდ შენ დაუშვათ N რაოდენობის ჯარი.
და თან დემოგრაფიულად საქართველოს დაახლოებით 10 მილიონამდეა იმ დროს. იმ დროს დავითის დროს არა. დავითის დროს არა, მე იყო თამარ მეფის დროს იყო და ეს იყო კოლოსალური რიცხვია, ეს რაც იყო. ზუსტად ახლა ეს 12 მილიონსაც ციფრს ასახელებენ, კიდე ცალკე საკითხია, მაგრამ ნუ გვაქვს მონაცემები, მონღოლები ძალიან ზუსტად აღრიცხავდნენ, მოგეხსენება და დუმანი, 9 დუმანი გაყავდა, 9 დუმანი დაახლოებით 6 მილიონი ადამიანი. ეს ამ პერიოდში დიდი ბრიტანეთის მოსახლეობა, შოტლანდიელების, ინგლისელების იყო 2.8 მილიონი, ეგრეა დათვლილი. ხოლო საფრანგეთის მოსახლეობა 5-დან 6-მდე იყო. დიდი საფრანგეთი რო ვიანგარიშო. აი იმ პერიოდში. ნუ ჩინეთის გადაჩინეთი ბევრი. ხო ახლა არასდროს არ გამიგოს 9 დუმანი განმარტო 9 დუმანი რატო იყო 6 მილიონი დუმანი იყო ესე ყველა მეათე ოჯახიდან გაყავდათ ერთი ჯარისკაცი და შესაბამისად ოჯახის რიცხვი რო გადავამრავლოთ და ახლა აქედან გამომდინარე მას დიდი ოჯახები იყო და ასე ვარაუდობენ საერთოდ საქართველოს მოსახლეობის რიცხვს. რა ქნა დავით აღმაშენება პირველად იყო რომ აი უშუალოდ მიებჯინა ქვეყანა აგერ აფშერონის ნახევარკუნძულს კასპიის ზღვას. იმის შემდეგ, რა თქმა უნდა, თამარ დედოფალმა პერიოდში საქართველოს ტერიტორია რა თქმა უნდა დაიზარდა. მაგრამ უკვე უშუალოდ კასპიის ზღვას არ ებჯინებოდა ხმათნაფიცი ქვეყნების საშუალებით. მისი სტრატეგია ვერ შეძლეს. ამის მემკვიდრეებმა გაეგზელებინათ გეოპოლიტიკურად ვიზა. ამით არ ვამცირებ თამარ დედოფლის დამსახურებას და მეფობას, მაგრამ ამის სტრატეგია იყო გაცილებით შორს გახედული და ძალიან დიდი პიროვნება იყო რა თქმა უნდა. დავით აღმაშენებელიც როცა უგმირი იყო აქილევსი, მაგრამ ეს უფრო მეტი გმირი იყო, მაგრამ მაშინდელი იმის შესაძლებლობები რო ქონოდაო, მთელი იმას დაიპყროს ალექსანდრე მაკედონელის და იმას გადააჭერბებდა, იმიტომ რომ აქ იმპერიის შექმნა კავკასიაში გაცილებით რთული რამ არის ვიდრე დაუშვათ სადმე სხვა. უფრო დიდი იყო საქართველოს თამარ დედოფლის ვარვაგერ ხმათნაფიცი ქვეყნებით ებჯინება კავკასიას. ბუნებრივ საზღვარს, ანუ კასპიის ზღვას. აი საქართველოს სამხრეთი საზღვრებთან დაკავშირებით რა სიტყვით? იმიტომ რომ ფუნდამენტალურად არ განხილული როგორც საქართველოს ისტორიის ჭრილში, ასევე აი მე ვიტყოდი იმ გეოპოლიტიკური საფრთხეები და წინ წამოწეული სხვადასხვა კიდე ერთხელ ვიმეორებ სხვადასხვა წახნაგოვანი კუთხით. და აი ამ კუთხითაც რო განვიხილოთ ეს საფრთხეების კუთხით საქართველოს. საქმე ის არის რომ ანისი და twini ჩვენმა მეფეებმა აიღეს რამდენჯერ. ეგ ნიშნავს რომ იმ ძალთა თანაფარდობა დაახლოებით უკვე აქ იყო თანაბარი. როცა თურქსელჯუკები ანისის აღება და აუარებელი ენერგია შეახარჯეს. 5ჯერ აიღეს ანისი. კი. ეს ეგ რას ნიშნავს რომ უკვე ჩვენი რესურსებით, არა ქართული კაცის მეომრული თვისებით, მაგრამ რაოდენობით ჩვენი ჯარის, ჩვენი რესურსებით, საკვების თვალსაზრისით, გადატრანსპორტის თვალსაზრისით, ჩვენ მეტი და ვაჟკაცობის თვალსაზრისით. ნუ როგორც გინდა მაგები ყოფილიყავთ ერთი აზზე მოვიდოდა და მოგერებოდა. იმიტომ შენს ვარჯიშობ, ისიც ვარჯიშობს. იმას თავი სისტემა აქვს ახლა შენ შენი მაგრამ. იარაღი დაახლოებით თანაბარია. რა თქმა უნდა. აქ თქვენ დააკვირდით ალბათ რომ რაღაცა სისტემა ქონდა მეფის დონეს, თავადაზნაურობის დონეს და გლეხობას. და რა სპორტული მიმართულებები ქონდათ, რომ ჯანსაღი ყოფილიყო ქართველი. აი, ეგ უკვე გამოჩნდა, რომ ჩვენ აღარ შეგვიძლია კონტროლის გაწევა. სომხეთის შეერთება და მაგათმა გადარჩენა. ფაქტობრივად ფიზიკური განადგურებისგან გადარჩენა სომეხიერი ქართველებმა. მაგრამ შეიწირა იმდენად დიდი ენერგია, რომ ჩვენ ვეღარ შევძლებთ უკვე უფრო ასე ვთქვათ დაგვიფასეს რომ არა, ნუ ეს მეორე საკითხი. რაც ეხება სამხრეთ საქართველოს იმას, ახლა მანდ ჩვენ რა თქმა უნდა ძალიან სერიოზული სამუშაო გვაქვს. რა თვალსაზრისით, პირველ რიგში რა თქმა უნდა ჩვენ უნდა გავერკვეთ თვითონ რა ხდებოდა, რომ სწორ სტრატეგია ავიღოთ. ანუ ძალიან მოდი ასე ვთქვათ, ძალიან ბუნდოვანი წარმოდგენები აქვს ჩვენ საზოგადოებას და ისტორიულ სკოლასაც სხვათა შორის სამწუხაროდ ისეთ წარმონაქმნზე, ისეთ იმპერიულ წარმონაქმნზე, რომელიც დღესაც ცდილობს იმპერიად გადაიღოს, როგორც ოსმალების იმპერია. ეს იყო კაცობრიობის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე დიდი და ძლევამოსილი იმპერია
ერთ-ერთი ურთულესი მითი რა მართლობის და უდახვეწილესი მართლობის სისტემით არაჩვეულებრივი დიპლომატია რა თქმა უნდა ახლაც და ის იმპერიული დიპლომატია ხო რამდენჯერ სამხედრო წაგება გადააქციეს გამარჯვებად დიპლომატიის წყარლობით ხო თურქებმა ხო და ჩვენ რაღაც გვაქვს წარმოდგენები და ნაწილობრივ ეს რუსულ-თურქული დაპირისპირების რელიქტური წარმოდგენებია ასე ვთქვათ იდეოლოგიური ხო ახლა იქ რატო ვაბობ ამას იქ რაც არის რაც ხდება სამხრეთ საქართველოში იმისთვის სწორი პოზიცია გამოვიმუშაოთ ჩვენ და სწორად ვიმუშაოთ ხო კაი ხნის სამუშაო გვაქვს ასე ვთქვათ გავერკვეთ რა ხდებოდა როგორ მოხდა რომ დაუშვათ იგივე გურჯისტანის ვილაიეთის დიდი დავთარში რამდენი ადამიანია ის არა ქვია ქართველად მოხსენიებული გურჯისტანს ეძახდნენ ხო ისინი გურჯისტანის დიდი ვილაიეთი 1,800,000 ქართველი ცხოვრობდა ტაო კლარჯეთი შავშეთი დღევანდელ სამუსლიმანო საქართველოში ნუ სამცხე-ჯავახეთის ჩათვლით ანუ ეს იყო სამცხე, ჯავახეთი, ტაო, კლარჯეთი, იმერხევი, სპერე. კაპადოკია რო აღარ თქვა. ხო, აი ყოფილი სამცხე საათაბაგო ცხოვრობდა 1,800,000 ადამიანი ეს იყო ყველა საქართველოს ყველაზე დაწინაურებული ეკონომიკურად მხარე, ხო? მეცინავე სადროშო იყო რა ომის მესხები ბრძოდნენ შეეწირა ეს ჯაყელების დინასტიურ გაუგებრობებს, ხო? ზეჯაბუქსა და მანუჩარს შორის, ბიზანტიის შორის. და ახლა დაუშვათ თურქებს რო კითხო ისტორიკოსებს, რატომ როგორ მოხდა ეს ყველაფერი, ის გეტყვის რომ მე ჯაყელებმა მომიწვიეს დააფერი დამირღვევია ფაშალიკი ახალციხის ფაშალიკი, ანუ საფაშო იგივე საზღვრებში იყო, როგორც იყო იმაში, რა ქვია, დაპრობამდე. ხომ ვიცით ეს? ხო, ახლა რა ხდება? ეხლა ჩვენ დემოგრაფია იქ ხო ვიცით რაც ხდება რა და როგორი მდგომარეობა ფაქტიურად ქართული არც 50% გაასახლა სტალინის დროს იმან თურქეთის პრეზიდენტმა გადაასახლა იქ როგორც ჩვენ მოაშორა საზღვარი სპეციალურად და გაფანტა მთელ თურქეთის ტერიტორიაზე. დარჩა ერუშეთში და ართვინის რაიონში ახაც არის ქართული ერთი კი არის სოფლები რამდენიმე აჭარელი მეცნიერია ქალბატონი ისეთ საუკეთესო გადაწყვეტა შუშანა ფუტკარაძეს აქ ძალიან კარგი ჩვენებური ორტომე ახლა ერთი წუთით რომ წარმოვიდგინოთ რას ნიშნავს მე-16-მე-17 საუკუნეებში 1,800,000 მე-16 საუკუნეში 1,800,000 9 მილიონი რო წარმოვიდგინოთ ან მასშტაბი აი რაც გვაქვს და თავი. ახლა გახდა თურქეთს 70 მილიონი თორე. ახლა უკვე 85. ხო, ეს სამხრეთის საკითხთან დაკავშირებით, ამიტომ შესამუშავებელია სახელმწიფო სტრატეგია და ზოგადად ცოდნა არის შესატანი ჩვენ საზოგადოებაში მუსულმან ძმებთან, ქართულ მუსულმანებთან ჩვენ აქვს სუნიტები და შიიტები, პრენელი ქართველი. ინგილოები. ჩვენ უნდა კონცეფცია ქონდეს შემოშევებული მეცნიერულ დონეზე დამუშავებული ურთიერთობა. ანუ სახელმწიფო იდეოლოგია უნდა არსებობდეს რა. და ყველა იმ ჩვენ თანამოქალაქესთანაც რა თქმა უნდა ჩვენ არავითარ ქართველებთან დამოკიდებულება. არა ქართველებთანაც უნდა ქონდეს ეს დამოკიდებულება რა. წელი სისტემაა შესაქმნელი. მაგალითად ტელემაყურებელს მინდა გავაცნო აი მესამე ტომის რამდენიმე თავის სახელწოდება და პარაგრაფები. რამდენად დიდი ფუნდამენტალური სამუშაო გაწია ამ ორმა ადამიანმა. მთელი ინსტიტუტები უნდა მუშაობდნენ, სახელმწიფო ინსტიტუტები და მხარში უნდა გეტყვით. საქართველოს ერთიანი სახელმწიფოებრიობის მოკლე ისტორია გეოპოლიტიკურ ჭრილში. ქართული ცივილიზაციის ჩამოყალიბების მრავალ ათასწლიანი უწყვეტი პროცესი კავკასიაში, გზა სახელმწიფოებრიობისაკენ. უახლესი 100 წელი და შემდეგ ნახეთ რა საოცარი თავია ტერიტორიული დემოგრაფია და მისი პარაგრაფები ძიმე დემოგრაფიული და ტერიტორიული დემოგრაფიული ვითარება საქართველოში ქართველი ერის ტერიტორიული დემოგრაფიის განხორციელების ისტორიული ტრადიცია და საფუძვლები დემოგრაფიული დერეფნის შესახებ მის შექმნის ისტორია ტერიტორიული დემოგრაფიის მდგომარეობის გაჯანსაღების წყაროები საქართველოში ქართველი ერის ტერიტორიული დემოგრაფიის სტრატეგია და ამჟამად შექმნილი ვითარება ტერიტორიული დემოგრაფიის ზოგიერთი იდეის პრაქტიკული გადაწყვეტა და პროგნოზი საქართველოში გასამხედროებული სასაზღვრო სოფლების მოწყობის შესახებ პირდაპირ გზებიან აჩვენებს კი არ არის მარტო რაღაცა აი რატო თქვი მე თავიდანვე რომ
უამრავი წიგნია ქართულ ენაზე, თქვა, პოლიტიკურ სფეროში და არის სტუდირება რაღაც ლაპარაკობთ ჩვენ ნატოზე, ევროკავშირზე და ამას და ჩვენ საქართველოს, ჩვენ სამშობლოს როგორ უშველოთ, მე არსად არ მინახია მაღალ მეცნიერულ აკადემიურ დონეზე და მე იმიტომ მომხიბლა ამ წიგნმა და იმიტომ დაუძახე ამ ძვირფას ავტორებს ამ წიგნებისა, რომ არა მარტო მიმოხილვითი ნაწილი ამ წიგნებში წარმოდგენილი, არამედ გადაწყვეტის გზებია ჩვენი სახელმწიფოს უკეთესი მომავლისათვის, ჩვენი მომავალი თაობის ნორმალურ ქვეყანაში ცხოვრებისათვის და ჩვენი ქართველი ერის გადარჩენისათვის. ქართველ ერზე ხო დღეს არავინ არ ლაპარაკობს, არა? აქ პირდაპირ არის მითითებული, აი სათაურებშივე ქართველი ერის დემოგრაფიული გაჯანსაღების და ტერიტორიული მთლიანობის და ტერიტორიული გადანაწილების და განფენილობის თაობაზე. რა სიტყვით აი ამის თაობაზე ეს კიდევ ერთხელ მინდა რომ ამის შესახებ ვისაუბროთ. ნებავთ კლასიკური გეოპოლიტიკის ჭრილში, ნებავთ დღევანდელი ლოკალური სიტუაციების ჭრილში. ეს ჩვენი ის ასე თქვა ნოუ-ჰაუ არ არის. ჯერ კიდევ ანტიკურ ხანაში ჩრდილოეთ კავკასიელი ხალხი განასახიერა. ესეთი თავდაბლები ნუ ხარ დღევანდელ სიტუაციაში კიდევ ერთხელ ვამბობ, მე არ მინახია დღევანდელ ჩვენ დემოგრაფიულ სიტუაციის უკეთესობისაკენ და გადაჭრის გზებზე ვინმე საუბრობდა. სახელმწიფო პოლიტიკის დონეზე ვიძახე, მე ახლა სუფრის დონეზე შეიძლება ყველა არა სახელმწიფო დონეზე გადავშენდებით. მაგას ვამბობ, აი სახელმწიფო დონეზე ასაყვანი საკითხებია. თავის დროზე ხო გითხარით ანტიკური ხანიდან შემდეგ გრიგორ ხაცეძე აღარ ლაპარაკობ. უკვე სამხრეთ საქართველოში უკვე დაუსახლებელი იყო. ამ განუწყვეტელი ომებისგან და აღორძინა ეს და ეს არაჩვეულებრივი ისტორიული ძეგლები როგორც უბრალოდ მამკაცის დამსახურება არის. ბევრჯერ იყო ესეთი რომ არ ჩამოთვალო რომ მე ვიტყვი რომ ბოლო დიდი ღონისძიება გაატარა ლავრენტ ბერია. აი დემოგრაფიული საკითხები და სივრცობრივი გაშლა, აი ტერიტორიული დემოგრაფიას რასაც ვეძახით. დიახ. დაგოდეხში რო გადმოიყვანა იმერლები ნაწილობრივ აფხაზეთში სამხრეთ საქართველოში აი თურქი მესხები რო გაასახლა სინამდვილეში უმეტესობა იყო თურქები. ნუ რამდენიმე თქვა 10% იქნებოდა ქართული წარმოშობის გათურქებული, ეს სხვა არის. ჩაასახლა იქ რაჭიდან, იმერეთიდან და სამცხე, რომელიც ისეთი მდგომარეობაში იყო, როგორც დღეს ჯავახეთი, გახადა ქართული. ეს არის რამდენი ძინე ლაპარაკო, ხო? ის დიდი მოღვაწე იყო და 1000 რაღაცას იძახია, რომ ეს დაახვდა, ეძახდა. მე ვიძახი კონკრეტულ საქმეს, რა დიდი საქმე გააკეთა იქაც. ეხლა ეკონომიკაზე აღარ ვიძახი, ეკონომიკა 8-10 მასზე არ ვფიქრობ. დემოგრაფიული გაუმჯობესების დღევანდელ გზებზე რა შეიძლება ვთქვა? აი აქ მე ვნახე რომ ზემო აჭარის სოფლებზე და მოსახლეობის საქმე ისაა რომ ზემო აჭარას მეწყეთის საშის ზონაშია თითქმის ლია. ამავე დროს ჭარ მოსახლეობით არის ესე იგი სახნავ სათესიდან თუ გამოვარ, დაახლოებით არის 10000 ოჯახი მეწყეთის საშის ზონაზე პირველ კატეგორიას ვიძახი. მეორე ზემო აჭარაში. ზემო აჭარაში სამი რაიონის გულს დაახლოებით და ხელვაჩაური ქუჩა შუახელი. და აი მაქედან დროზე არის გადასანაწილებელი ხალხი, სანამ კატასტროფა მოხდება და მე თავს შემოიტყავენ ხოლმე რომ ასე უფრო იაფიც დაждდება. ეხლა არის პროგრამები, სადაც აძლევენ 25000 რას და ეუნებიან, სადაც გინდა იყიდა და წადი. ეგრე არ არის. ეს სახელმწიფო სტრატეგია არ არის, არც სახელმწიფო პროგრამა არ არის, ეს არის გადაღდებული. ერთი 25000 არის საკმარისი არ არის დღევანდელ ფასებში, მაგრამ სადაც გინდა წადი რას ქვია, შენ უნდა გქონდეს განსაზღვრული ადგილი, სადაც ჩაასახლო. იქ სადაც საქართველოს უჭირს. მაგრამ უნდა გაუკეთო ისე სახელმწიფოებრივი ხედვა უნდა არსებობდეს რა ამის. რა თქმა უნდა. როგორც წარკაში ჩაასახლე, ისიც უთავმობლოდ არის ჩასახლებული სხვათა შორის. გეგმა ზომიერად უნდა ჩაასახლო ისინი და შექმნა ქართული გარემო. მით უმეტეს რომ ჯავახეთში არის რამდენიმე ასეული საეკლესიო ნანგრევები. ჯავახეთში არის ერთ-ერთ სოფელში დასოფლებული ქართველი კათოლიკე.
ინგორიკოს სიგნალს წაიგეთო და შეგიძლიათ პავლე ინგოროყოს შენივე ქვეყანაში ესე იგი სხვა ერი თავისი ეკაჩება შენივე გენეტიკურ იმას მასაკას მოსახლეობას და შენ რას აკეთებ კათოლიკე იყოს კათოლიკე მე რა დაუშენე კათოლიკური ეკლესია და ქართულად უნდა იყოს წირვალოცო და ყველაფერი კათოლიკე იყო ზაქარია ფალიაშვილი რომელიც ქართულზე ნაკლები იყო ან პეტრე ოცხელი არის ერთ-ერთი უდიდესი თეატრის მხატვარი იყო თამარაშვილი მიხეილ თარკნიშვილი გვარამაძე ხარიშირაშვილი აი ზაზაძე ახლა რო კათოლიკურ ეკლესიას პატრონობდა მე თვითონ ამ ფიზიკურად ნახული იქ სტამბოლში ქართულ კათოლიკურ ეკლესიის მესვეული იყო და ბევრი ეგეთი ხარ მე როცა ვლაპარაკობდი თურქეთის იმპერიის თავისებურებებზე მამაში შედის საერთოდ და როცა თურქეთმა დაიპყრო ანუ ოსმანებმა დაიპყრეს ბიზანტია იქ შექმნეს ორი მილეთი ანუ ორი უცნეს ოფიციალურად ორი ქრისტიანული მიმდინარეობა ბერძნული და სომხური სომხური რატო ცნეს ეგეც ცნობილია იმიტომ რომ ეხმარებოდნენ დაუშვათ იქ სომეხ პატრიარქთან შევიდა სხვათა შორის მეჰმედ დამპყრობელი სხვათა შორის სპარსეთსაც იგივე პოლიტიკა ჰქონდა სომხეთთან მიმართებაში და იმიტომ რომ ახლა სომხები თავის ინტერესებს იცავდნენ ახლა ჩათ ანტისომხური მასე რა უნდა ჩაგვithვალოს ეს დიდი ხალხი იყო მრავალრიცხოვანი ჯერ კიდევ ახლა რუის უგმისის გრების განჩინებაში რა წერია რომ ეს სხვა კონოტაციით წერია მაგრამ დიდი და სახელგანწმენელი ნათესავი სომეხთაო მრავალრიცხოვანი ხო და ბუნებრივია რომ ისინი თავის ინტერესებით მოქმედებენ. ეს არავითარ შემთხვევაში ჩვენ სომეხთან მოქალაქეებს არ უნდა ეწყინოთ, ხო, რა თქმა უნდა, ხო და ეს ქართველები აღმოჩნდნენ ასეთ ვითარებაში, ან უნდა გაბერძნებულიყვნენ, ასე ვთქვათ, რაც რთული იყო, ან უნდა გასომხებულიყვნენ. და ამ დროს მოქმედებდა იქ ძალიან სერიოზულად პაპის კურია და შესაბამისად ქართველები იღებდნენ კათოლიკობას. ესე იყო. ახლა ანტიოქიის პატრიარქი იმაში შემოდიოდა საქართველოს. რომელსაც უძახიან აი ეგრეთ წოდებული ივერიას გახდნენ სამხრეთსა ორი ივერიას იყო შიდა ქართლი და აკეთ სამხრეთ ხო? ხო და ანტიოქიის პატრიარქს თურქი ჯარისკაცები ყავდა 2000 აქ ხელახლა ქრისტიანობის საკადაგოდ რო შემოვიდა სხვათა შორის და იქ ისეთი რამეები აღწელი რომელიც ჩვენ ძალიან არ გვესიამოვნება ხო რა მდგომარეობა იყო მაშინ საქართველოში ანუ ჩვენ ეს თურქეთის იმპერია არის რა პოლიტიკასაც წარმოებდა და ჩვენ როგორ მდგომარეობაში აღმოჩნდით და სად გაქრა ის 1.800.000 ქართული შთამომავალი რომელიც სინამდვილეში კი არა მოწყვეტილა თურქია ხო კი არა მოწყვეტილა ის არ ამოწყვეტილა ის როგორებთ ამ თურქეთს და სახეები გვეცნობა ასე იგი განსაკუთრებით კიდევ ჰაბიტუსი რომ გვეცნობა იმათ შთამომავლები არიან ახლა ბრიტანეთში ცნობისთვის ინგლისში მე-12 საუკუნეში 1.800.000 გაცხოვრობდა. და ახლა ვინაიდან არ ქონიათ, როგორ არ ქონიათ უამრავი ომი და უბედურება იყო, მაგრამ გენოციდალური ომები არავის უწარმოებია ბრიტანეთის მოსახლეობისთვის და ინგლისელებისთვის და აბა ანგარიშოთ როგორი ბარტყა 1.800.000 ადამიანმა რამდენი როგორი ბარტყა რამდენი ესე იგი ანგლოსაქსია აბა დავთვალოთ ჩრდილოეთ ამერიკა, კანადა, ავსტრალია, ახალი ზელანდია, თვითონ ბრიტანეთი გახდა 55 მილიონი და ახლა შეერთებული შტატებიან და ყველა ემიან ერთი 380 მილიონი 400 მილიონამდე არიან ესე მათი შთამომავლობა და ჩვენ 6 მილიონი ვიყავით მე-12 საუკუნეში და დღეს აგერ ხო ხედავ დემოგრაფიული პრობლემების წინაშე ვარ. აი ეს არის სწორი როგორ უნდა აწარმოო პოლიტიკა, იგივე დემოგრაფიული პოლიტიკა. აი ეს თურქეთს აქვს 50,000 კვადრატული კილომეტრი. ლაზეთიც და მესხეთის შენ. რამდენი დღეს არის რა ცხად? ფაქტიურად რა. სადღაც 34-33% აქვს წარწმეული ჩვენ. ქართული ისტორიული მიწები სადღაც მერყეობს 150-მდე 150,000 კვადრატული კილომეტრი. მხედველობაში მაგ თამარ მეფის ზონდელი საქართველოს კი არა, ზუსტად ქართული ისტორიული მიწები.
ჩვენ უკვე ნახევარზე საყარაულო. სადაც ცხოვრობდნენ ის ხალხები, ის ტომები, მოდი დავარქვათ, რომლებმაც შეადგინეს ქართველი ხალხი. დიახ, ქართველი. აი, სადაც ისტორიულად ასე იყო. მიზანი რა უნდა იყოს? მიზანი უნდა იყოს ჩვენ ვარ პატარა ქვეყანა და ჩვენ გეოპოლიტიკის წარმმართველები არ ვართ, როგორც სუპერსახელმწიფოები, როგორც იმპერიები. ჩვენ უნდა ველოდოთ ხელსაყრელ დროს, რომ გამოვიყენოთ ის, მაგრამ ამისთვის ყოველთვის ზათ უნდა იყო, რომ შენ შეიძლება ერთ საუკუნის მანძილზე, ორი საუკუნის მანძილზე თუ შორი გამიზნული მიზანი გაქვს ეგრესი თაობებს დაიბნო ეს მიწების. მაგრამ სახელმწიფო ქართველი სახელმწიფო პოლიტიკა ხოლმე იყოს გადარჩენის მიმართული ხოლმე არსებობდეს ქვეყანაში. ეს არის გადარჩენის პოლიტიკა. და ის სწორედ ეს გადარჩენის პოლიტიკა დავინახე მე თქვენ ამ შრომებში 4 ტომებში, რომელსაც გეოპოლიტიკური ნარკვევები ქვია. ეხლა დაემატება 1-2 ტომი კიდევ და კიდევ იქნება მრავალი თეორია. მე მაგალითად მოხარული ვიქნები კიდევ ერთხელ გავემეორებ, რომ აი ეს გეოპოლიტიკური ნარკვევები იგივე დოქტორანტების საერთაშორისო ურთიერთობა, საერთაშორისო სამართალი, დიპლომატია, ხო არის ეს სპეციალობები, რა ვიცი, ამ უმაღლეს სასწავლებლებში იკითხებოდეს, იმიტომ რომ ფაქტიურად რეალური წარმოდგენა იმ გეოპოლიტიკურ ნიუანსებზე და საერთოდ პოლიტიკაზე, რომელიც საქართველოს გარშემო ტრიალებს, არ აქვს მომავალთაობას. და მე ეს დავინახე ამ თქვენი მრავალწლიანი შრომის შედეგად, რომ ფუნდამენტალურად არის ჩამოყალიბებული და ვფიქრობ, რომ აი გეოპოლიტიკური ნარკვევებით თქვენ საფუძველი ჩაუყარეთ აი ამ მიმართულებას, რომელიც ქართველი ერის ინტერესებს მომავალში ნორმალურ ცხოვრებას და ნორმალურ განვითარებას ემსახურება. ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი, რაც ახლა დავინახეთ, რომ პოლიტიკის შესახებ კიდევ ერთხელ ვიმეორებ, უამრავი წიგნი გამოდის, უამრავი დისერტაციის დაცვა ხდება, მაგრამ ის რომ ქართველი ერს წარადგეს, აი ამ კუთხით, სხვადასხვა კუთხით და განსაკუთრებით ეს იქნება დემოგრაფია, უსაფრთხოება და ასე შემდეგ, აი სახელმწიფო პოლიტიკის დონეზე აყვანილი მე ვერსად ვერ ვნახე. მე ვეცნობ ძალიან ხშირად როგორც პოლიტიკურ სტატიებს, ისევე პოლიტიკურ გამოსვლებს, პოლიტიკურ ლიტერატურას ვერსად ვერ ვნახე. ქართული ეროვნული სახელმწიფოებრივი პრიზმიდან დანახული, თორე ახლა ვიღაცა იცავს ინგლისის ინტერესებს, ვიღაცა თურქეთის ინტერესებს, თქვენ თქმის არ იყო, ზოგი იმის აგენტია, ზოგი ამის აგენტია, მაგრამ აი შენი ქართველი ერის ინტერესების დამცველი უდიდესი შრომებია აი ეს 4 ტომეული, რომელიც წარმოგიდგინეთ სხვათა შორის გადაცემაში. ჩვენი გადაცემაც ნელ-ნელა მიუახლოვდა, მე ვფიქრობ, დასასრულს. ჩემი ძვირფასი სტუმრები ხო არაფერს დაამატებენ. ნუ ახლა კითხვები იქნება, სადაც შევიძინოთ, შეზღუდული რაოდენობით არის ეს დაბეჭდი ელექტრონული ვერსიები არსებობს, ელექტრონული ვერსიები დაიდება სალტეზე. დიახ. ბიბლიოთეკებშიც არის, რა თქმა უნდა, ბიბლიოთეკებში არის კი. და ახლა კიდე ნუ როცა გამოვა ეს 2 ტომიც, ერთიანად უფრო მოხერხებული რო იყო, რაღაც უფრო ბევრს გამოვცემდა. მე ვფიქრობ, რომ ასევე საჭიროა რომ ამ წიგნების განხილვა მოხდეს საქართველოს მეცნიერებათა აკადემიაში, თქვა საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში, ივანე ჯავახიშვილის უნივერსიტეტში, სხვადასხვა სასწავლებლებში, დაწესებულებებში, საჯარო ბიბლიოთეკაში, რაცა მოსახლეობამ გაიგოს. კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ ეს არის ძვირფასი შენაძენი აი მრავალწლიანი შრომის და ყველაზე რაც მთავარია, ეროვნული პატრიოტული გზნებით შექმნილი წიგნები და არა შტუდირებული რაღაც, რა თქმა უნდა, უამრავი ლიტერატურაა გამოყენებული მსოფლიოში დღეს არსებული, რაც შეეხება გეოპოლიტიკას, დემოგრაფიას, სამხედრო კონფლიქტებს, ისტორიას და ასე შემდეგ. ძალიან მდიდარია ამ კუთხით, მიმოხილულია თითქმის ყველა და ძალიან ჩამოთვალა როგორც ბატონმა თამაზმა, ისე ბატონმა სოსომეს ლიტერატურები და ის კორიფეები, ვინც ამ კუთხით მსოფლიოში მუშაობს, მაგრამ ფაქტიურად მთლიანად მოიცვეს ის საკითხები, რომელიც დღეს მსოფლიო გეოპოლიტიკას შეეხება. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ქართულ ეროვნულ პრიზმაში. ჩვენი გადაცემა დასასრულს მივახლოვდა, ჩვენ ვიხილავდით გეოპოლიტიკურ ნარკვევებს 4 ტომეულს, რომელიც ამ ძვირფასმა ჩემმა სტუმრებმა, ბატონმა თამაზ ტეტუნაშვილმა და ბატონმა სოსო მანჯავიძემ გამოსცეს. მე მომავარ ხუთშაბათამდე გემშვიდობებით ნახვამდის, კარგად ბრძანდებოდეთ ჩემო ქართველებო.
Oh